აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში საქართველოს სახალხო არტისტ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პროფესორ ელდარ გეწაძის შემოქმედებით საღამო გაიმართა. პირველი საღამო არის ეს, რომელსაც ქვია ჩემი საღამო. მე ყოველთვის ამ ცენტრის მიმართ ვიქნები დავალებული, როგორც დღემდე. დიდი მადლობა ყველას. მე წამიყვანია საღამოები, მომიწყვია საღამოები სხვისთვის და ვიცი რა სიძნელის არის საღამოს მოწყობა. ასე რომ დავალებული ვარ დღევანდელი დღის და ძალიან მიყვარს ეს ხალხი ყველანი. ულოცავ ელდარს დიდ წარმატებას, როგორც მომღერალმა მან ძალიან დიდი სიტყვა თქვა ქართულ საოპერო ხელოვნებაში, როგორც აღმოჩნდა არის თურმე ძალიან დიდი პედაგოგი, უკვე დამტკიცდა. იმით რომ ძალიან ბევრი მისი სტუდენტი მღერის ისეთ დიდ არენაზე გავიდნენ და უბრალოდ ადამიანს რა უნდა უსურვოთ მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობა. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ამიტომ მე ელდარს უსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კიდევ მეტი გაეკეთებინოს ჩვენი ქართული საოპერო ხელოვნებისათვის. როგორც ცენტრის დირექტორმა სვეტლანა ქეცბამ აღნიშნა, ელდარ გეწაძეს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს აფხაზეთთან. ეს საღამო პროექტის ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა ცნობილმა მომღერლებმა, კულტურის მოღვაწეებმა და სტუდენტებმა მიიღეს. დღეს არის ბატონი ელდარ გეწაძის საღამო. მონაწილეობას ვიღებთ მისი სტუდენტები. ეს არის ძალიან დიდი პიროვნება, ეს არის ძალიან დიდი ადამიანი. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამ ადამიანით. ყველას ძალიან გვიყვარს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ დღეს ვიღებ მონაწილეობას ამ საღამოში. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. დღეს მართლა ძალიან ამაღელვებელი საღამოა. ჩვენი ბატონი ელდარის გამოჩენილი მომღერლის, პედაგოგის, მოღვაწის კლასის კონცერტია. ბატონმა ელდარმა შესანიშნავად იმღერა თვითონ და გვაჩვენა როგორი მაღალი დონის პედაგოგია და როგორი შესანიშნავი შედეგები აქვს. აი პირველ კურსელები გამოიყვანა და გაოცებული ვიყავი, იმიტომ რომ პირველ კურსზე ასე ვერ მღერიან მომღერლები. უნიჭიერი ახალგაზრდობაა და ბედნიერებაა, რომ ასეთი ადამიანის ხელს შემოხვედრილი ეს შესანიშნავი ხმები. ნამდვილად ამაღელვებელია ამ თვალსაზრისით. ისე რომ მადლობა ორგანიზატორებს, რომ საშუალება მოგცეს, მოგვესმინათ, ჩვენი თვალით გვენახა და გამოგვეხატა ჩვენი მადლიერება და პატივისცემა ჩვენი საყვარელი ბატონი ელდარის მიმართ. საღამოზე მოულოდნელი სიურპრიზი მომღერალ საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე მანანა ახმეტელმა გაუკეთა. მან ზაქარია ფალიაშვილის პრემიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება დამსწრე საზოგადოებას აუწყა.